მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებ ჩემს ავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. ავტორი და წამყვანი მურმან კვარაცხელი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანის უფლებათა დამცველი, ცნობილი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, არა მარტო აფხაზეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ბატონი ავთანდილ დავითაია. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენი ყოფნა ჩემს სტუდიაში, იმიტომ რომ მე და თქვენ ფაქტობრივად ერთად გამოგიარეთ ის შავი დღეები, რომელიც აფხაზეთთან არის დაკავშირებული, ის ომის წინა პერიოდები, როდესაც ჯვარგამსახურდიას ხელისუფლება მოვიდა საქართველოში და მან ამ ჯვარგამსახურდიას ხელისუფლების დროს თქვენ ძალიან დიდი აქტიური იყავით და სხვათა შორის ისიც აღინიშნოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ჯვარგამსახურდიას ძალიან უყვარდა და პატივცემდა ბატონ ავთანდილს. დიდი მადლობა. და მას ენდობოდა, იმიტომ რომ ეს არის უღალატო კაცი. ეს მოდის იმ წიაღიდან, რომელიც წიაღშიც წარმოუშვა, რომელიც წიაღში ძალიან გაძლიერდა და რომელიც წიაღში ამოხრიზანტდა, მე ვიტყოდი ცოტაცე ფამილიურად საქართველოს ეროვნული ინტერესები. და სწორედ ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ ბატონი ავთანდილი სწორედ გახლავთ ის მესამშობლოე კაცი, რომელსაც აფხაზეთი საკუთარ თავზე მეტად უყვარს. ახლა ბატონო ავთანდილ, სანამდე მე უშუალოდ თქვენთან კითხვაზე გადავიდოდე და ჩვენ ბევრი საკითხებზე ვისაუბრებთ, ამიტომ ალბათ ბევრ თემას ჩვენ ცოტა იცეთნაირად შევეხებით, ცოტა რელიეფურად, იმიტომ რომ ცოტა დროშიც რო ჩავედიოთ ჩვენთვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ ძვირფას ტელემაყურებლებს და ამიტომ მე ასე დავიწყებდი. მე ჩემამდე ბევრი ვიფიქრე და მოგესალმებით ერთ-ერთი ჩემი კოლეგიც, ახლა მე ვიტყოდი ალბათ კოლეგორიცა ვარ ალბათ გარკვეულწილად და ჩემი კოლეგის ერთ-ერთი ობიექტი და სუბიექტის გახლავთ აფხაზეთი. და მე ხშირად მესმის ხოლმე და თქვენს ალბათ დამეწონებით ერთ რამეში, რომ აი ჩვენ იცით რა, ჩვენ უნდა ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ იცით რა, ჩვენ იქიდან შაბლონური განცხადებები, იქიდან გამოდევნილი ადამიანები ვართ ჩვენ და ესე იგი აქედან ასეთი დასკვნამდე მივედი ბატონ ავთანდილ, რომ თურმე ჩვენთვის აფხაზეთი ყოფილა ტერიტორია და აფხაზებისთვის ეს ყოფილა სამშობლო. მოდი განვასხვაოთ ახლა ეს ორი ცნება ერთმანეთსაგან, როგორ აფხაზი, რომელიც ჩვენთან საუკუნიდან იწყებს, აფხაზი კი არა, აფსუა, იწყებს შემოცვას იმ აფსუიდან ჩილოკავკასიიდან, იცით და ნელ-ნელა შემოდის და 1903 წელს როცა აღწერა მოხდა მოსახლეობის სოფლში რამდენი აფხაზი ცხოვრობდა. სულ ერთეულები ხო? ახლა ეს ვისი ბრალი იყო და რა იყო მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რა მოხდა? მე ის მოხდა რომ აფხაზები ასე თუ ისე ქართველებია, რატომღაც ჩათვალეს რომ მექანიკური ქართველების რაოდენობის ზრდა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და ჩვენ დაახლოებით 240,000 ადამიანის ცხოვრობენ წინა პერიოდში ეს რაღაცა მექანიკურ გადასახლებებს და გადმოსახლებებს მიაწერეს. მე რატომ მინდა ეს ვთქვა? იმიტომ რომ აი თქვენთან მინდოდა მე ზუსტად ამ თემაზე ვსაუბრა ბატონო ავთანდილ და რატომ ამბობ, რომ თქვენ ხართ ძირძველი აფხაზეთელი და თქვენ აფხაზი ხართ თქვენ, აფხაზი ვარ მე, იმიტომ რომ ჩვენ აფხაზეთიდან თუ ვართ, ესე იგი წარმოშობით ჩვენ აფხაზები ვართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე იგი იქ მაცხოვრებლები არ არიან აფხაზები, ის აბსოლუტურად აფხაზები არიან, მაგრამ ისინი აფსუები არიან. 500 გვარიდან 400 ხომ ქართული და ასე ვთქვათ კოლხური წარმოშობის გვარებია აფხაზეთში. ხომ არ არის ეს უბრალოდ ცნება არ არის და არავინ არ დაიჯეროს ეს. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთი ჩვენთვისაც სამშობლოა. ჩვენთვისაც კი არა, ჩვენი სამშობლოა აფხაზეთი. ჩემი წინაპრები თუ ცხოვრობდნენ, თქვენი წინაპრები თუ ცხოვრობდნენ, და თუ არის თუ გვაქვს ჩვენ წინაპრების საფლავები. ჩვენთვის მარტო ტერიტორია არ ყოფილა აფხაზეთი. აფხაზეთი არის ჩვენი ფესვები, ჩვენი ძირაფესვები, როგორც ამას დიდი გრიგოლ რობაქიძეს მოთხოვეს გუშინის დაბადების დღე იყო, გრიგოლ რობაქიძეს უწერია ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვართ ზუსტად ძირძველი აფხაზეთელები და აფხაზეთი არის ჩვენი სამშობლო და ჩემო ძვირფასო აფსუელებო,
ჩემო ძვირფასო აფხაზებო, თქვენ დაიმახსოვროთ ერთი რამე, რომ სამშობლო ჩვენ ერთი გვაქვს, თქვენსა და ჩვენს. და ჩვენ თუ დღეს დროებით ვართ აქეთ, ეს რატომ ვართ დროებით აქეთ? ამაზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ მე და ბატონმა ავთანდილმა. მაგრამ ჩვენ დღეს ამაზე არ გავცელდებით, იმიტომ რომ თქვენ არ იფიქროთ თითქოს და ჩვენ რაღაცა ნიშნის მოგებით ვსაუბრობთ აფხაზებზე და ჩვენ გვინდა რომ აფხაზების მიმართ რაღაცა გამოვიჩინოთ, რაღაცა ზეწოლა და ასე შემდეგ ვერა. მე ისევ და ისევ მოვიყვანდი იმ სიტყვების ერთი მთავარ დედას, რომელიც აბუშიშობის გენერალმა ლევან კიკნაძემ დაწერა თავის წიგნში და მან ასეთი რამე თქვა. ბოლოს და ბოლოს აფხაზებიც გონს უნდა მოვიდნენ და უნდა მიხვდნენ, რომ დღეს ძალიან ბევრი ბლოგერები გამოდიან და ამბობენ, რომ აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენ რა ფორმით ვიქნებით? ეს უკვე დაგდომის საკითხია, ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად ვისაუბროთ და მივიდეთ. და ის ფორმით, რა ფორმითაც ვიყავით მანამდე, თუნდაც იგივე ომამდე, იმ ფორმით ჩვენ დღეს არ ვიქნებით და არც ხვალ არ ვიქნებით ჩვენ აფხაზებთან ურთიერთობაში და არც ცენტრის და არც უფროსიზმის და უმცროსიზმის, ასე ვთქვათ, სინდრომი არ იქნება აქ თავარი გადამწყვეტი ფაქტორი. ეცეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ამიტომ დროა რომ ჩვენ ერთმანეთს მოვეფეროთ და ერთმანეთისგან გადავდგათ ნაბიჯები და მე ზუსტად ამის გულისხმობს მოვიყვანე მე დღეს ბატონი ავთანდილი და სხვათა შორის ბატონმა ავთანდილმა ხოვა მე რომ მისთვის აი თქვენ წინაშე გადამიცა ჩემი წიგნი ჩემო აფხაზეთო რომელიც მე ძალიან დიდი გულისწყვილი და ცრემლებით მოგდაწერილი და ამაში ბევრი რაღაცები ბევრს კარგს, ბევრს გულდასაწყვეტს, ბევრს კიდევ ისეთ ამას ამოიკითხავს თვითონ ბატონი ავთანდილი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ეს არ იქნება უმნიშვნელო. მე ამ წიგნს ჩვენ ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ რომ აი ესეთნაირად დაინტერესდით ჩვენი აი ამ გადაცემით, ამ ურთიერთობით, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ. ახლა ბატონო ავთანდილი ახლა მე კითხვა მინდა, ახლა უკვე ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი გადაცემა და მე უნდა კითხოთ თქვენ აფხაზეთი ჩვენი ერთად ვიყავით და თქვენ იცით რომ აი ჯერ გამსახურდიას შემდეგ რაც მოხდა, რა მოხდა აფხაზეთში, როგორ მზადდებოდა ეს ომი. აი თქვენი როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის აზრი ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ტელემოყრობლებისათვის. თქვენი ხედვა. თუნდაც ზუსტად გამსახურდიათ ის ვაშკაცური ნაბიჯი, რომელმაც სასწორის პინაზე თავისი სიცოცხლე და სახელი დადო. ერთხელ დიდო მისი სიცოცხლე, ან სიცოცხლე იქნებოდა, ან მოკლავდნენ და მეორე ჯერ და ისტორია როგორ შემორჩებოდა ის როგორ სახელოვანი პრეზიდენტი თუ ეროვნული კაცი თუ გამყიდველი კაცი. აი ეს მომენტებიც არის საკასათვალისწინებელი და თქვენ ძალიან კარგად იცით. და ამიტომ მოდი დავიწყოთ იქიდან. როგორ დავიწყეთ ჩვენ, როგორ დაიწყო აფხაზეთში ის რაც მე ასეთ ტრაგიკულ კატასტროფაში გადაიცადა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ რომან მოწვევისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ახლა გვიყურებს, რომელიც დაკარგავს თავის დროს, ახარჯავს თავის დროს იმისთვის, რომ ჩვენ გვიყუროს. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ტელევიზიას, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ ეს თემა თქვენ გაგეშალათ. თავი რამე და გითხრათ, თქვენ პირადად და ტელევიზიას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დიდ მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ აფხაზეთზე გადაცემა, გონი მე თქვენ დაგჭართ, გონი კი არა ზუსტად. თქვენ რეგულარულად აკეთებთ გადაცემას აფხაზეთზე. იმიტომ რომ თქვენ როგორც დაიწყეთ, დღეს მიდის იქითკენ რომ მივივიწყოთ აფხაზეთი. გითხრა რომ სხვისი სამშობლო არის, ჩვენი სამშობლო არ არის. ვითომ ჩვენ დამუშავეთ ტერიტორია. დიახ, ვითომ ჩვენ დავაშავეთ თურმე ყავდა ჩვენ ერთი მთავრობის თავმჯდომარე ახლა ელჩად დანიშნეს ჩეხეთში, რუსლან აბაშიძე, რომელიც ასე სისულელეს ბოდავდა 9 აპრილის მემორიალთან. და მე გეტყვით პირდაპირ. თქვენ იცით ჩემი ხასიათი, მე არ მიყვარს ის მოგებულ საუბარი. არ შეიძლება ქართულმა კაცმა, მით უმეტეს თანამდებობის პირმა, თქვას ეს უზარმაზარი ხალატი, რომ თურმე ქართველი ხალხის ბრალია, ომის დაწყება. ჯერეთი რას ნიშნავს ქართველი ხალხის ბრალია? აფხაზეთი საქართველო იყო, სანამ იქ აფსუები ჩამოვიდოდნენ. ხოლო ის აფხაზები, რომლებზეც თქვენ ბრძანებთ, მართლა არიან.
მე არ ვამბობ რომ ყველა ჩამოსულია კი აფხაზები ცხოვრობდნენ ისე როგორც სხვადასხვა კუთხეები ჰქონდა ჩვენ იყვნენ ეს აფხაზები რომლებიც ქართული საქართველოს ნაწილი იყვნენ მე როდესაც მათ მეცნიერებს მათ პოლიტიკოსებს ვეკამათებოდი ვეუბნებოდი ესეთ რამეს მე მინდა რომ ჩვენაც ვთქვათ თქვენ ძალიან ძლიერი ეკონომისტი ხართ იმაზეც გადავალთ მაგრამ უნდა ვთქვათ ესეთი რამ რა წარწერა აქვთ მათ აი რა შექმნეს აფხაზურად აი რა გააკეთეს ისეთი რომ ჩვენ გვედავებიან ჩვენია თუ არა ის ბედი ააშენეს მოქვი ააშენეს ილორი ააშენეს წმინდა გიორგის სახელობის ერთ-ერთი მთავარი ტაძარი საქართველოში ესეთ ხმაც ბიჭვინთა ააშენეს ბიჭვინთა ააშენეს რა ააშენეს რომელიმე წარწერა გააკეთეს ბედის მონასტერი აღმოაჩინეს ხოთაშორის ქართული წარწერა დიახ თვითონ აღმოაჩინეს გათხარეს საფლავები ნახეს და ვითომ მღვდელი როა იმანაც კი დაიწყო მის საუბარი რომ თურმე ქართველები არიან და მე დაიწყეს რაღაცის ბოდვა რომ ეს ესე კი არ არის ისია და იმიტომ კი არ წერია თურმე ჩამოვიდა ქართველი იქ თავი მოიკლა და იქ დამარხეს და თურმე ეს გაუკეთეს კიდევ ქვაზე წარწერა ყველაფერი ეს არის სისულელე ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სისხლი და ხორცი აფხაზეთი და სამაჩაბლოს მე ყოველთვის მინდა თქვენ მადლობა გითხრათ მარკო აფხაზეთი არა ამ გადაცემაში ხშირად სამაჩაბლოზე საუბრობ თქვენ როგორც აფხაზეთზე ისე სამაჩაბლოზე რომელი ჭკუით აი რომელ ჭკუაუყოფელს მოვიდა აზრად წმინდა გიორგის ილორის საოცარი ტაძარი შეეხება და მეტლახი დაეკო ანუ დაეკარგა ავტონტოლობა ხო ხედავთ ეხლა ბატონო აი გეცინება და აი რა გინდოდა აი ილორთან რა გინდოდა ტერიტორია წაიღე წამართვი ყველაფერი გააფუჭა და ის რატო შეეხება ამით რა რუსული ეკლესია გახდა ეხლა ეს უკვე იდეოლოგიაზე და რწმენაზე არის შეტანილი აი რა იდეოლოგია ჩოხო ბატონო ძალიან ხო ჩვენ მართლმადიდებლებს ხო ვიძახით რომ მართლმადიდებლები ვართ თუ მართლმადიდებლები ვართ ილორი რატო შეეხება სწორად მინდა გაიგოთ რა აქ ბერძნული ტაძრებიც გვაქვს საქართველოში ვინმე შეეხება და თქვა რომ ეს არ არის თქვა კი იმანუელ ევგენიკოსი მოღვაწეობდა სხვადასხვა რას ლაპარაკობთ ეს სხვადასხვა ვინ შეეხება ეს მე რატო გეუბნები აფხაზეთში დღეს არის საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთი დღეს არის ოკუპირებული ეს ყველამ კარგად იცის არა მარტო იმან ვინც იქ ცხოვრობს და რაღაც ისურელებს რო წერს იმიტომ რომ ეშინიათ რომ მათ იცით რასაც უზამენ ამიტომ თავიდან ბოლომდე აფხაზეთი დღეს არის ფსბ-ს გავლენის ქვეშ მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება და ჩვენ ალბათ ამ თემებსაც გავშლით შემდეგ თქვენ რაც ბრძანეთ რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას გენიალურ ზვიად გამსახურდიას არ ყოფილა დღე რომ ზვიად გამსახურდია არ დაინტერესებულიყო აფხაზეთით ესეთ დღე არ ყოფილა ამას გეუბნებით უფლისწინაში არ ყოფილა დილი და ძალიან ახლოს ზარი შემოდიოდა ჩვენთან ყველანაირი ტელეფონები ქონდა ნუ ახლა მობილურის გარდა ვეჩერქვა მაშინ მაღალ სიხშირული ტელეფონები აი ისინიც კი გვედგა რომლითაც ჩვენ უკავშირდებოდით არ იყო დღე როდესაც ზვიად გამსახურდია არ კითხულობდა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გარდა ამისა მე მინდა ყველას უთხრა და ყველას და თქვენ ეს კარგად იცით საღამოს 6 საათამდე იყო საარჩევნო კამპანიის დასრულების დრო 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების 25-ში ჩამოვიდა სოხუმში და მთელი საარჩევნო კამპანია დაამთავრა სოხუმით რატომ ეუბნებოდნენ არ ჩახვიდე მოკლავენ აქ თბილისიდან ურეკავდნენ რატომ მიდიხარ სოხუმში არ უნდათ რომ აფხაზეთში ჩამოსულიყო მაგრამ ამ მიანიშნა ყველას დიდი ტკივილი საქართველოს რომ აფხაზეთი იყო პრობლემა მან ეს კარგად იცოდა რისი გაკეთება უნდათ აფხაზეთში ეს იცოდა ამიტომ ბოლოს დაამთავრა თავის საარჩევნო კამპანია აფხაზეთით საოცარი მიტინგი სოხუმში იცით თქვენ ეს გრანდიოზული არც იქამდე არც იმის შემდეგ აფხაზეთში ესეთი გრანდიოზული აქცია არ ჩატარებულა მასშტაბით ვამბობ თუ თავისი სტრუქტურული და ხა ჩვენ თუ მერე რო გვექნება სხვა გადაცემებში მოგიყვებით ამ საოცარი აქციების შესახებ რა დღეში იყვნენ შეშინებულები როგორ გარბოდან ქალაქიდან როდესაც ჩვენი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ სოხუმში ხა რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ჩვენ მივატოვოთ ზრუნვა აფხაზეთის დასაბუნებლად არანაირი თქვენ რო ბრძანეთ რომ ის დაიწყეთ რა ის მიწა არც მიწა აფხაზეთი არის სული ჩვენი სული არ უნდა დავგარგოთ ეს არის ჩვენი სული ეს არის ქართული სული და ეს როგორ აგიხსნათ ახლა ადამიანს რომ ორი ხელი მოჭრილი კონდეს ჯანმრთელი იქნება და თანაც სისხლის დიოდეს მუდმივად
აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. ეს აფხაზეთია და სამაჩაბლოა. ჩვენ სხვა ტერიტორიებიც გვაქვს. ეხლა ამ თემაზე ჩვენ იმდენ დრო არ გვაქვს. იცით თქვენ სადა გვაქვს ეს ტერიტორიები? თურქეთშიც არის ჩვენი ტერიტორიები, სხვაგანაც. ბევრ ადგილას არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ ყველაზე მტკივნეული დღეს ჩვენთვის არის აფხაზეთი. იყო თაობა, იყო ინტელიგენციის საბუდარი აფხაზეთი, უჭკვიანესი ადამიანები იყვნენ აფხაზეთში. ესე იგი, ქმნიდნენ ქართული ცნობიერება აყავდათ უმაღლეს დონეზე და ეს ყველამ უნდა იცოდეს. და თქვენ რაც მკითხეთ, იმ კითხვას რო უპასუხო. როდესაც შესთავაზეს ვიად გამსახურდიას რომ მოაწერე ხელი, შენ კანონიერი პრეზიდენტი ხარ, დევნილობაში ხარ, ჩვენ ყველას მოვაშორებ და ჩვენვე წაგიყვანთ დახსოვს. ხოდაშორის რუსეთის სპეცსამსახურებმა შესაგურველია. მას შეხვდა ძალიან მაღალი, იცით თქვენ ახლა FSB-ს სამსახურში გენერალი თითქმის შეუძლებელია რომ მიაღწიონ, იცით ეს ძალიან რთული მისაღწევია გენერალობა და გენერალ-მაიორი იყო, რომელიც იყო მისული მასთან, რამოდენიმე კაცთან ერთად, სხვათა შორის ფილმი რო გადაიღეს ზვიადზე, იქ ეს მომენტი, ну, რაღაცა ცოტა სახეცვლად ეს მომენტი არის, როდესაც რუსები თხოვენ. თალად, კი და რას თხოვენ? მოაწერე ხელი, მაგრამ ბოლო უნდა ვიცოდეთ. იმიტომ კი არა რომ ფულს აძლევდნენ. თბილისში აბრუნებდნენ თავის თანამდებობაზე. ისევ პრეზიდენტი იქნება, ოღონდ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარე. თანაც ისინი რას ეუბნებოდნენ? ხო კი არ დააკარგავ ამ აფხაზეთს ჩვენ. აი ახლა რო დაიწყე საუბარი კონფედერაციისტი, ხო მე ის აფხაზები მოგთხოვენ, ну ისევ შენთან იქნებიან. ამაზეც გერწევი. ძალიან საინტერესოა. ეს ხოდაშორის აი ბატონო ავთო აი მართლაც აი თქვენ ახლა ისეთი რაღაცა გახსენით, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. და ეს ძირფასო ტელემოყრებო. წარმოიდგინეთ, ესე იგი იმას კი არ ეუბნებოდნენ, რომ დღეს კი აფხაზეთს აღიარებთ, როგორ დამოუკიდებელ მხარეს. და ჩვენ მე მას ისევ შეგიერთებთ. ისევ შეგიერთებთ, როგორც თქვენთან იქნებიან ისინი. სხვაგან არ წავლენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხომ შეიძლებოდა ამაზე წამოეგოთ ზიად გამსახურდება და წამოგებულიყო ამაზე. არ წამოეგო. ახლა ყოლახილად ვისაუბროთ, ბატონო მორგო. დიახ. ბევრი იცით საქართველოში ვინც არ წამოეგებოდა? შევარდნაძე ამას ხელს არ მოაწერდა და არ მოაწერა? ну ახლა შევარდნაძეს ერთ-ერთი დამსახურება არის ეს ისტორიის წინაშე და ისტორია იტყვის ამას, მაგრამ შევარდნაძის დამსახურება რომ არის ზუსტად დღეს აფხაზეთი ჩვენ დაკარგული რო გვაქვს, ახლა ამაზე მე მგონია რომ ახლა ყველა ჩვენი კითხვა უნდა პრობლემები მქონებიან ამათია. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? პროვოკაცია უნდა მომხდარიყო? რადგან არ მოხდა და ზვიად გამსახურდიამ ხელი არ მოაწერა და აფხაზეთი არ აღიარა? უნდა გაგრძელებულიყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს დოქტრინა იყო სუსლოვის. დიახ, სუსლოვის პირდაპირ აღწერილი აქვს თავის დოქტრინაში. დიახ, აფხაზეთს უნდა დააწყო. ეს მარტივია, ბატონო. დიახ. თბილისში მოიყვანეს თავისი წარმომადგენელი შევარდნაძე, აფხაზეთში არძიმა ვინც იყო კარგად იცის, ეხლა რომ დადიან და ყვავილები რო დააუთ არძიმა საფლავზე. გუშინ და გუშინწინ მე თქვენ მე ყველაფერს ჩაგი იმას ვიზამ, ეხლა ჩვენ საშუალება არ აქვს ამის დემონსტრირება გავაკეთოთ. რას ლაპარაკობენ აფხაზი ბლოგერები? უკვე არძიმაზე. გაოცდებით. უკვე რას საკურველი ამას რა მიხვედრა უნდა. მით უმეტეს მაშინ მიხვდნენ, როდესაც დრონი შემოფრინდა აფხაზეთში. სულ ახლა ხან უკრაინიდან შემოფრენილი დრონი, რომელმაც ააფეთქა სოჭის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მაგრამ საიდან შეფრინდა? შეფრინდა აფხაზეთიდან. თქვენ უნდა ნახოთ ეს პანიკის კადრები. და გამოვიდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული ბადრა, რომელიც ბადრია, წინ გესმით, სანამდე შეიძლება ადამიანის ფსიქიკა დაქვეითდეს. მამაშენმა ქართველების საპატივცემლოდ ბადრი დაგარქვა. ხო გესმით რა ხდება? და იმის გამო რომ ამ იქ რამე არ უთხრა, ბადრად გადაიკეთა. დაახლოებით 2 თვე აფხაზი ჟურნალისტები ვერ ხვდებოდნენ ბადრა დაეწერათ. თუ ბადრი მე თქვენ გადმოგიგზავნით მასალა, სადაც ბადრი წერია ყველგან. და ამან მე რო დაუწყო ჩუბი ბადრა, რომ მე ახლა გადაიყვანეს ბადრას. აი ეგეთი მდგომარეობაა. თქვენ ხო ძალიან გაინტერესებთ აფხაზეთში მიმდინარე პრობლემები, რაც საქართველოში არავინ არ იცის. ეს ყველი კარგად იცით თქვენ, რომ ალენა ტანია ასეთი პატარა გოგოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაამთავრა სკოლა სოხუმში და ქართული სიმღერის ქვეშ, ანუ აჭარული განდაგანის ქვეშ იძახეს აფხაზია და გრუზია. უკაცრავად აფხაზეთი საქართველოა. ამას რა მოყვა? დაიჭირეს მამამისი, რომელიც ვითომ
ომის გმირია, ეგრეთ წოდებული ჩვენთან ომის გმირი. ისეთი ამბავი აუტეხა ფეისბუქიდან. მე თქვენ მე გამოგიგზავნით ამ ვიდეოს. შენმა შვილმა როგორ გაბედაო ესეთი განცხადების გაკეთება, იმიტომ რომ ისეთი რეაქცია გამოიწვია ამან. ამ გოგომ ეს რომ დადო, იცით რა მოყვა? ძალიან ბევრი აფხაზი წერდა, ჩვენ ვიცით რომ აფხაზეთი საქართველოა. ხო გესმით რა რეაქცია მოყვა? ეს რეაქცია რო არ მოყოლოდა კი არ იტყობდნენ. სხვადასხვა ბლოგერები ხშირად მეორე იყო ლაშა ზულბა. აი ჩვენს თანამაყურებლებს შეუძლიათ გადაახმოვანებდნენ Facebook-ზე, Facebook-ი თითქმის ყველასა და ნახონ ამ ბიჭის ისიც ჩვენთან ეგრეთ წოდებული გმირია, ჩვენთან ომის მონაწილე. რას წერს? საშინელება შეესწ ასაზნავად, როდესაც ესე იგი გაიფსიგძეგანებ, ანუ გაითვისებ, რომ შეითვისებ, რომ 30 წელი გესმით რომ ნინატოვის ტარანიევა იმ ხარეს არ უძოდი 30 წლის წინ. თუ რომელი მხარე ვიყავდი, ჩვენ ვიყავით და რუსები იყვნენ. ანუ ვის მხარეს უნდა ვარმა? ესე იგი აფხაზები და რუსები მომუქდნენ ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ არც ერთი მოკავშირე არ ყავდა სამწუხაროდ. ისეთი პოლიტიკა ჰქონდა ჩვენ წინააღმდეგ, რომ მოკავშირე არ ყოლოდა არავინ. და ეს ჩილოდ კავკასიელები, ეს სომხური ბატალიონები და ეხა იცით ყველაფერი მე თუ გინდათ ეს გავშალოთ. რა ხდებოდა ყველაფერი თქვენ კარგად იცით. აი ეს ყველაფერი და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ყოლოდა არავინ მომხრე. დავჭით მარტო. და აი ეს ბიჭი ლაპარაკობს რომ აი საშინო დღეში ვარ რომ ხვდები რომ არ უნდა მებრძოლა ქართველების წინააღმდეგ. ეხლა მე გეკითხები თქვენ. აქ რო იძახიან ეს ასე არ ხდება და იქ ჩვენ ვერ გვიტანენ. არ არის ეს. არ არის ძალიან რთული განცხადება და ძალიან მძიმე განცხადება ამ ბიჭისთვის. ისეთი ამბავი მოყვა, ისეთი მინაწერები და გეტყვით მისი თანამებრძოლების მაგრამ ძალიან ჩვენში გეთახ. ძალიან გიდგენიათ რა ხდება. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ასეთ ადამიანებს უნდა ვეძებდეთ. გეგმოთ უგინდა როგორ დავიმოვოთ აფხაზეთ. ზღაპრებს კი არ უნდა ვაკეთოთ აქტიურში. ჩვენ ეს ადამიანები ასაკურველია ურთიერთობა უნდა გქონდეს. საქართველოს უშიშროების სამსახური უნდა მუშაობდეს თითოეულ ასეთ ადამიანზე, სათითაოდ ამ ადამიანზე. და უნდა ჩვენ ვაკეთებდეთ იმას, რომ იქ შიგნით აფხაზეთში სიმართლე იცოდნენ საქართველოს შესახებ. მით უმეტეს, მას შემდეგ რაც უკვე დაიწყეს არა მარტო ჩემთვის გასაკვირია რუსმა ბლოგერებმა უკვე ამის წერა. ეს ნამდვილად ჩემთვის გასაკვირია. რომ რატო გადავიკიდეთ ჩვენ საქართველოს, რატო წავართვით მათი მიწა. მე ამასაც გამოგიგზავნით. თათანაც როგორ გავაცეუნებ მე თვალს გესმით თქვენ ახლა როგორ იცით როგორ რუსი ბლოგერები კაშევაროვა რა ქვია ტრიმაიორა რაც ასეთები სახელები ქვიათ გესმით მე თქვენ ყველას ამათ დაგისახელებთ ნახავთ როგორ საუბრობენ ის ჩვენ ვეცნობით ასეთი ბლოგერების გამოსებ და სხვათა შორის ხო გავოცნე მე მაგალითად თანაც Z ბლოგერები არიან ესენი უკრაინაში მიმდინარე ომის მომხრეები არიან ანუ უკრაინაში მიმდინარე ომის ვაინკორებს ეძახიან სამხედრო კორესპონდენტებს თავის თავს. და ამ ფონზე ამბობენ რომ რა გვინდოდა ჩვენ ამ საქართველოსთან. სასულიერო პირი, კურაევი პირდაპირ ლაპარაკობს. არც ერთი ტაძარი არ არის აქ აფხაზური. არ არსებობს ეგეთი რამე. არ არსებობსო აფხაზური მართლმადიდებლობა, რა აფხაზური მართლმადიდებლობაა. იმ გაგებით რას დღეს არისო. თუ იმ გაგებით ამ ბიჭმა ასე კარგად სადისწავლა ეს ჩვენი ამბავი. ფერმა ქართულმა არიცის. აქ დაარბიან სხვა ქვეყნის დროშები და ბოდამ რაღაცას ბატონო პირდაპირ მიყვარს საუბარი. რას ვაკეთებ ჩვენ აფხაზეთის დასაბრუნებლად? რომელ პროექტში წერია, რომელ პროგრამაში წერია, ვინ საუბრობს აფხაზეთის დაბრუნებაზე? თქვენ, არა თქვენ გადაცემაში. მეტი სად გაიგეთ ბოლოს თქვენ რომ ჩვენ აფხაზეთში აი ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ რა უნდა ვუყოთ გალის მოსახლეობას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს უკვე აი ხო ხედავთ თქვენ ვისაუბროთ რა უნდა ეცენი არიან როგორი სეგრეგაციის ქვეშ არიან დიახ ზანგები არ იყვნენ ესე მდგომარეობაში თავის ესე იგი დისკრიმინაცია მიდის რაღაცა არ ნახული არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო მარტო მიწაზე იმუშავა არცად არ უნდა დაინიშნო ქართულად არ ილაპარაკო გალი ტივი შეუქმნეს დიახ ჩვენ რო ქონდა საინფორმაციო ცენტრი იცით ჩვენ ჩემ დაფუძნებული საინფორმაციო ცენტრი აი ეს ცენტრი აკეთებდა ამ საინფორმაციო ომს და იქ უკვე იმ გადაცემებს რომელსაც თქვენ აკეთებთ რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ბლოგერების თემას ჩვენ რო ვაკეთებთ როგორც ბლოგერები პირდაპირ იზიარებენ ბატონო
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხალხა ინტერესია. აქ რო თბილისში აქციები მიდის, ისინი ეხმაურებიან. ოცხადაშური ყველაფერს საერთოდ. ძალიან მტკივნეულად ძალიან მტკივნეულად. გარდა ფეხბურთი რომ მოვიგეთ, ნუ ახლა ევროპის ჩემპიონატზე რო თამაშობდით. გილოცავთ და ხოჩავთ და რამაგრები ხართ. იმიტომ რომ არის ნაწილი, როგორც კი შემსუფუნდება რუსეთის წყნეთი. წნეხი. აუცილებლად შემსუფუნდება წნეხი. დაწნეხილია ეს ხალხი. ესე იგი, საზღვარზე რო გაიაროს ქართველმა ან აფხაზმა, ფეისბუქზე უნდა გამოიაროს, გესმით რაში ეს. და არის კითხვა, რა უნდათ აქ? აი რისთვის გააკეთეს ეს? აი რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რა ტერიტორია ხობანი? ბატონო ავთანდილ, ეს არის მარადიული კითხვა და ამ კითხვაზე პასუხს ვინ გასცემს? მე გეტყვით. გეტყვით. თქვენ ეთერში ვიტყვი ამას პირველად. და ბერჯერ მხრივეს რომ ჩემ ეთერში თქვია, მაგრამ მე ვიტყვი თქვენს ეთერში. ჩამოსული იყვნენ აქ ძალიან მაღალი თანამდებობის ტიპები, რომლებიც საუბრობდნენ რომ აი ჩვენ რაღაცა იქ რა ქვია, კი ვეკითხები. აი რა გინდათ თქვენ? დიახ. მეგობრების ყავს მე რომლებიც ძალიან უშემატკივრობენ ამ რუსებს. და მე გეუბნებით, ვეკითხები. აი ამ ჩემმა მეგობრებმა მითხრა. დიახ. იმათმა მითხრა. ნებისმიერმა მითხრა, საფრთხე ექსპერტები მოყავთ. და რაღაცას მოგიბავენ. პირდაპირ კითხეთ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ? რომ აფხაზეთი დავგებრუნდეს ჩვენ. ხვდებით რას გეუბნებით? დაუდები ფურცელი წინ, აიღეთ მეთქი პასტა და დაწერეთ რა გინდა ჩვენ რომ გავაკეთოთ. ესე იგი თქვენი ჯარი გინდა შემოვიყვანოთ, იქ არ შევიდეთ, ნატოს თავი ყველაფერი ეს ყველაფერი მოვსწროთ ამას. აი არაფერი რო არ გავაკეთოთ. პასუხი? აი ხედავთ თქვენ როგორ დაინტერესდით. აი ესეა ყველას. აი ვეკითხები. აი ამ ხელა თანამდებობის პირი ხარ. დადიხარ ღედაღამ იქ მოსკოვში. პუტინთან და ვიღაცებთან კიდევ. გოზდუმაში. აი რა გინდათ თქვენ, აი რა უნდა მოხდეს? რომ გაიწვიო და მოხდეს დენონსირება თქვენი სულელური აღიარების. პასუხი არ არის ბატონო. არა. და პასუხი რა არის? მე გეტყვი თქვენ მე გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ, გვაქვს გონიათ რომ ვინმე გაჩერებულია. აქ სახელმწიფოს რო არ აინტერესებს, ესე კი არ არის ბატონო, მაგრამ ხალხი რომელსაც აფხაზეთი სიგიჟემდე უყვარს. თავის ოჯახზე მეტად უყვარს. ასეთებსაც ვიცნობ. აი წარმოიდგინეთ, გადაშლით ამას და კითხულობენ რომ აი გადავშალოთ ფურცელი და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ვეკითხები რა სუფთა ფურცლიდან? აი ხო ხედავთ, რას ნიშნავს სუფთა ფურცელი? ეს სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ რას? ესე იგი მე უნდა გაღიარო. რასაკურველი აფხაზეთს თავი უნდა დაანებო? აღიარო უნდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა? ერთი ორმა ტვინ ნაღრძორმა დიდი ბოდიში მაყურებელთან. რომ გამოაცხადა თურმე კონფედერაციული სახელმწიფო უნდა შევადგინოთ ჩვენ და აფხაზეთმა. ამ დროს სოფლიოში არის ეს ძალიან იშვიათობა. შეიძლება შვეიცარია რომელიც ისეთი ქვეყანაა მტერი არ აყავს კარგი. ამას შევეშვა. ნეიტრალური ქვეყანა. მე მინდა მოსახლეობამ, საზოგადოებამ, თქვენმა მაყურებელმა იცოდეს რა არის კონფედერაცია. ისე კი არა რომ ატყუებენ რომ ეს შევრიგდებით. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ მთელი ქართული საზოგადოება რასაკურველია პარლამენტი ვინც იქნება პარლამენტში მაგდროს და მიიღოს გადაწყვეტილება ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. გესმით? ამას მთელი იდეოლოგიები ყავს აქ თბილისში. თუმცა კონფლიქტი გაიყინა ჩვენი და აფხაზეთისთვის კონფლიქტი და რაღაცა წინ ხო უნდა დავძრათ. როგორ უნდა დავძრათ? შევიკრიბოთ მთელი საქართველო და ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. შემდეგ აფხაზეთი თურმე იმ სამართლოა რაღაცა პარლამენტი რო ქვია, იქ შეიკრიბებიან ეს 20 კაცი და იტყვიან რომ ჩვენ საქართველოში გვინდა. და ვაი და არ თქვან ბატონო მურმანდა 100%-იან გარანტიას გაძლევთ თუ არ იტყვიან. რაც უცაც აქ საქართველოს უმაღლესი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. რომ ახლა დავუყაროს, არ მგონია რა გეც სისულელე რომ აი ეს არასოდეს არ მოხდება. ბატონო მურმან, აი ეს რა დროს მოხდება? რო იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ რომ არ მოთხოვდეს რომ ახალი ისაუბროს ამ სისულელეზე, იქ ერთი წუთის შემდეგ ისინი გამოაცხადებენ გასვლას და იქნებიან დამოუკიდებელი. რასაკურველია. და უყურეთ რა მოხდება, როგორც კი ჩვენ ვაღიარებთ, მთელი მსოფლიო აღიარებს. აი ეს არის. აი აქეთკენ უნდა რომ საქართველო წაიყვანო. ამიტომ არის ყველაფერი, აი ეს მიდის რომ ის არ გვინდა, ეს არ გვინდა, იმისტი, ამისტი დაყოფილი ეს ქვეყანა, რატომ? არ შედიან რუსები. მოდით ახლა გადავიდეთ იმ ეკონომიკურ თემებზე, რაზეც მე და თქვენ შევგვიდით მაყურებელს. არ შედიან რუსები. არ ყიდულობენ უკუპინებს.
აფხაზები კი ეუბნებიან არ მოკიდოთ, მაგრამ მე ვკითხულობ მაგათ ბლოგებს, ხედავ მაგათ საიტებზე ვარ. სადაც წერენ რომ კუპრი ნიტროფენიდონ, ესე იგი არა წართმეულსაც. იმიტომ საბუთი უნდა რომ კონდეს ვდებით რა. არ უნდა რომ ვიღაცის წართმეულ სახში შევიდეს. ჩემს და თქვენს სახში შევიდეს. იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნოთ ჩვენ სახლებს. ესე იგი ამით შეში აქვთ. რასაგურველია. აბა სად არის? აბა რას აკეთებენ მითხარით, აბა? აბა რა შენდება? აბა წარმოადგენთ. არაფერი, აბსოლუტურად. მოდი გავიაროთ, რა შეიტანა ჩვენ ტერიტორიის ოკუპაციამ? რა შეიტანა? ცივილიზაცია შეიტანა? ექიმი რო ახავთ და თბილისში რო ჩამოდიან. აბა გაიხსენეთ რამდენი ადამიანი რეკავს თქვენთან აქ რომ მკურნალობა უნდა გასაკვირველია, 1 და 2 და 1 და 2 და 100. თანაც რას ამბობენ? ჩვენ ვერ ვიტყვით იქ თქვენთან ვიმკურნალეთ. ჩუმად ჩამოვალ და გვიმკურნალეთ თქვენი ჭირიმე. რატო? არც სამკურნალო დაწესებულება გაქვს, არაფერი არ გაქვს. ფული გამოუშვეს, ახლა თქვენ ეკონომისტი ხართ და აი თორემ პარტიის თემაზე ვისაუბრებთ. ფული გამოუშვეს აფსარიოთ, ფსარი ზუსტად არ ვიცით. ზოგი ისე ეძახი ფსარი არ ვიცი რა არის და აი ეს ფული დაახატეს არ გზინდა. გვირი, დიახ. რა ფული არ გაინტერესებთ? თურმე ნუმიზმატებისთვის გამოუშვიათ. რომ მე რო ვაკროვე ფულს რომ ეს რაღაც 10,000 რუბლს მომცემენ და ვიყიდი ამას რომ ვიტყვი რომ რაღაცა არ არსებული სამართლო ვითომ ქვეყნის ვითომ ფული. ეკონომიკა არ გააჩნია. აჰა. ახლა გავიაროთ. ვისაუბროთ თქვენ რომ გითხრათ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. რა დამოუკიდებლობა აქვს აფხაზეთს? რა გააჩნიეს დამოუკიდებლობას, რა ნიშანი გააჩნია? ჯარი ყავს თავისი? ფული აქვს თავისი? ეკონომიკა აქვს თავისი? ბანკი აღიარებულია? არა, აღიარებულია ვინმე სამმარცხვინო ქვეყნების გარდა? ვანუატუდან იმადაც გაიწვია უკვე. აი ამ ქვეყნების მეტი ვინმე ყავს აღიარებული? არა, ბატონო. და თქვენ გონიათ რომ იმათ მას არ იციან გონიათ? და ვიღაცა თბილისში გონია რომ ისინი არ მუშაობენ? მუშაობენ. არაერთი ვიდეო დევს. გაჭრილია კადრი ყურად. მე და თქვენ გამიხილეთ ეს ვიდეო. აქეთ ბათუმია, აქეთ სოხუმი. დი. ჯერ ვიცით რომ მაგრამ გააკეთეს ისე რომელიც ადრე კომუნისტების დროს რა იყო სოხუმი, ძველი სასწაული კადრებია. და ბათუმი, ახლა ბათუმელებს შეუწყებას არ ვაყენებ. დღეს შეადარეთ. ხვდებით ახლა რა მაგარია. აი ამაზე უკეთესი რა უნდა მიმზიდველი უნდა ვიყოთო თქვენ წინა გადაცემაში ბრძანეთ მე თქვენ ყველა გადაცემას ვუყურებთ. აბა მეტი რა არის მიმზიდველი? ახლა ეს ბავშვი აფხაზი ამბობს, ჩემპიონთა ლიგა აქ ტარდება. ყველაფერი აქ ტარდება. დატოვებამ აფხაზეთ ჩაბნერებულ გაუბედურებელ აფხაზეთს აკალმარა და ქალაქები რომელიც მკვდარი ქალაქებია გესმით საერთოდ მკვდარი ეგეთი საშინელება ჩერნობილივით არის ჩერნობილი უკეთესად არის ხმეც ხალხი შედის აი წარმოიდგინეთ ეს ქალაქები ბატონო ავტო ჩვენ ახლა ცოტა დროში თქვენ ისე საინტერესო და ისე კარგად საუბრობთ არა ამას დავამთავრებ აი შემოდი საქართველოში ბატონო და ხედავს რამხელა განსხვავებაა საქართველოს და აი მიმზიდველობა აი სად არის მიმზიდველობა თანაც ახლა ხო დაანონსებული აქვს ეს ჩვენს უზენაეს ხელისუფალს რომ 11 მილიარდი პირველ ეტაპზე 11 მილიარდი დოლარის ინვესტიცია წავა აფხაზეთში 11 მილიარდი კი არა ახლა 6 მილიარდი შემოდი საქართველოში და სიხარულისგან არა ვართ იმიტომ რომ ვიცით რომ ბიუჯეტი ადამიანები დასაქმებიან ბიუჯეტის შემოსავალი გაიზრდება ცხოვრების დონე წაიწევს ინკლუზიური უფლებები კიდევ რაიონები და ისინიც კიდევ იმათზეც კიდევ რაღაცნაირად გადანაწილდება და თქვენ წარმოიდგინეთ 11 მილიარდი ამ პატარა ტერიტორიაზე რო შევა თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა და ის 11 მილიარდი კიდევ რამდენი მოყვება ბათუმში რა რამდენი მილიარდებია ჩადებული ეს არის ინვესტიცია ინვესტიცია რაც ეს ინვესტიცია თუ შენს ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოდის ახლა ამის სპეციალისტი ხარ თქვენ საკმაოდ ძლიერ ინვესტიცია თუ არ შემოვიდა რა ფული გვექნება ვერაფერი აბა რას გეუბნებით ჩვენ თუ მომხრეები არ გვეყოლა რა ums მოვიდეთ ჩვენ არ რას მოვიდეთ საერთოდ მე პირდაპირ გეუბნებით ჩვენ გვინდა რო აფხაზეთი დავიბრუნოთ ჩვიდობიანად მე და თქვენ ამაზე ვისაუბრებთ დიახ რა საქმეა მაგრამ ჩვენ ომით არ გვინდა მაგრამ აფხაზებმაც იგი დარჩენილებს. ცოტა მოვიდნენ აზე, რა? აი, ყოჩა ბოდონ. აი, ამიტომაც თქვენთან ასეთ საინტერესო გადაცემაში მოსვლა. მოვიდნენ ცოტა აზე. არაფერი აზე მოსვლა უნდათ. მათ ყავდათ სტრატეგიული პარტნიორები სომხები. აფხაზეთის სომხები. დიახ. შექმნეს ბაგრამიანის ბატალიონი, რომელიც ჩვენი ბიჭების თავზე საჩინელებები ჩაიდინეს. ეგეთ ციგნი გამოსცეს. ჩემს იმას კი არ გეუბნებით.
ოსა ციგნი გამოსცეს როგორ იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, რომ ქულები დაიწერონ ვითომ აფხაზებთან და რუსებთან. გამოსცეს ესეთი ციგნები. აი რაც მათ სტრატეგიულ პარტნიორ სომხებს დაემართათ ყარაბაღში და რაც გააკეთა ალიოვმა. ყოველთვისა სახელმწიფოს ამის გაკეთების უფლება ბატონო მურმან. მე მინდა ეს იცოდეს ყველა. არა, იმედი გვაქვს აქამდე არ ხო, იმედი გვაქვს რომ აქამდე არ მიიყვანენ ამ მდგომარეობას, მაგრამ მე ვიქნები თუ არ ვიქნები. ცოცხალი ვიქნები თუ არ ვიქნები. ქართული სახელმწიფო აუცილებლად აღდგება აფხაზეთში. აუცილებლად აფხაზეთის ტაძრებში, როგორც გუშინ საოცარი რამე დაწერა, ორი ბერია თურმე, არა ასაგურელი, არა აფხაზი და არა ქართველი, რუსი ბერი, რომელსაც ხილვა აქვს ნანახი, რომ აქ მალე ქართული ბერები წარმოგიდგენიათ რა გამოაქვეყნა ეს. რომ ეს ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ბატონო. დიდი მადლობა. ჩვენ გვინდა რომ შვიდობით გავაკეთოთ ეს. ეს არის ჩვენი სტრატეგია. დიახ, მაგრამ ყველა მიცოდეს, რომ არსებობს კიდევ გზა. დიახ. სხვა გზებიც არსებობს ყოველ. დიახ. ბატონო ავთო. აპატიეთ მე ახლა ავთო ცოტა შინაურულად გეტყვი, მაგრამ თქვენ ბატონი ავთანდელი ბრძანდებით და დიდი გონება ბრძანდებით. ბატონო ავთანდელი, თქვენი აზრით იყო შესაძლებელი აფხაზეთის ომის თავიდან აცილება? აი ხა ჩვენ ხო იქ ვიყავით და მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია ამაზე. აი თქვენი მოსაზრება მე გეტყვით პოლიტიკურ მოსაზრებას. დიახ. არა ადამიანის პოლიტიკური აქვს თავარი. დიახ, აქ არის პოლიტიკური. პოლიტიკურად ამის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი. ეს არის ყოველად გამორიცხული ამბავი. იმიტომ რომ განწყობები, რომელიც აფხაზებში შექმნეს, რომ ჩვენ ვართ თურმე მათი მტერი, თვითონ მოუწყვეს გენოციდი, გადაასახლეს. მუხაჯირება დააქციეს, ეს არის საოცრება. ორჯერ თანაც რა პროგრამა ერთად გამოაცხადეს. დიახ, ის უბიხები საერთოდ ამოწყვიტეს. დიახ. უბიხები საერთოდ. ხო და ამიტომ აი უყურეთ და მაინც ისე მოაბრუნეს ეს თავისი პროპაგანდა. მოდით გავახსენოთ მე აფხაზებს ვახსენებ. რაინაზე წერდნენ ერთი მაინტერესებს. გულიამ რაინაზე შექმნა ამბანი პირველად. რუსული ასოებით? იქნებ ქართული ასოები იყო, ბატონო, მან დააგერ დოკუმენტი დაუდევი წინ. ბერიას დროს, როდესაც ხდებოდა ეს ყველაფერი და როდესაც დაიწყო გულიამ ამის შექმნა, შემდეგ იცით ახლა იქ ბერია მოღვაწეობდა, მე უკვე მთელი საბჭოთა კავშირი რა ხდებოდა, ქართული ამბანი იყო. შემდეგ გადააკეთებინეს რუსულ ამბას მოაბეს ის კუდები ახლა რო აქ მოგმული. და შექმნეს ამბანი. როგორ იქნებოდა ეკლესიაზე წარწერა, როდესაც ამბანი არ ქონდათ, აი ამიხსენით ბატონო. და იცით რა მითხრეს, ჩვენო ამბანი კი არ ქონდაო. თქვენ ამბას არ ქართულ ამბანს ვარობდითო, ნუ ვიყენებდითო. და აფხაზურად ქართულ, აი ლათინური, რუსული რო დაწერა, ლათინურად ქართული ხო იცით? ვისაც არა. ჯერ ლათინური იყო და მე 26 მეჯიბი ქართულზე გადავიდა სიძე. დიახ, და 56-ზე დამბეჭდა. დიახ, და რას გეუბნებით ახლა? აბა სად არის მეუთხარი ერთი აფხაზური წარწერა? ერთი წარწერა მაჩვენეთ. გინდათ ქართული ასოებით, გინდა ბერძნული ასოებით. რა ასოები, აი რა ქვეყნის, ანდა რა შექმნეს რამე? ხო და აბარაზეა საუბარი. მე კი არ ვაკნინე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ჩვენი მიწა. ჩვენ ესენი ჩვენთან ცხოვრობენ დაახლოებით 300-400 წელია, ეს გადმოსახლებულები, ადიღეელები, მაგრამ აფხაზები, რომლებიც იყვნენ ისევე როგორც ამეგრელო, ქართლი, კახეთი, იმერეთი, ასეთი აფხაზები ნამდვილად იყვნენ. იშდებოდა ილია ჭავჭავაძეზე და მაგრამ ისინი ქართულად კი არა, ქართველები იყვნენ ბატონო. ისინი ქართველები იყვნენ. და ამიტომ ეს ასიმილაცია. ანჩაბაძე. არა, ასაკურველია. ეს ასიმილაცია რაც მაგათ შორის. შერვაშვიდე. მარღანიები და მთელი. მოკლედ რაზეც მოხდა ეს ასიმილირება, ეს ასიმილაცია მოხდა შემდეგ. და რა მოხდა? რუსეთის პროპაგანდის გამო ესენი გახადეს ჩვენ მტრებად. და ჩვენ ამ მომს თავიდან ვერ ავიცილებდით. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი დაგეგმილი ომი. შევარდნაძეს და არძიმბაც იყო ამ ომის დასაწყებად. გამორიცხული იყო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაამტკიცებს, რომ თურმე ჩვენ ამ ომს თავიდან ავიცილებდით. აგერ დავანებოთ ეხა ამას თავი და პირდაპირ მოკლედ არ მინდა ამ თემაზე გადავიდე. თქო თუ მე დრო გექნებათ კიდევ თუ მოგიწვევ, ცალკე ვისაუბროთ ეხა იქ უკრაინის სერიოზული მოვლენები ვითარდება. უკრაინამაც ასე გააკეთა? რაზე დაესხნენ ახლა თავს უკრაინას? რამე ტერიტორია მიითვისა, ვინმეს რამე წაართვა? 20% ტერიტორია ისედაც მითვისებული არ იყო უკრაინის? და მე გეკითხებით რა თავდასხმა მოხდა? ზუსტად ასე მოხდებოდა ბატონო. ეხლა გუშინ იყო განცხადება რუსეთის იმის პროპაგანდისტების, რომ ისე რა ქვია, ბალტიისპირეთიო ჩვენ რაღაცა არ მოგწონს. აი, გეცით. არ მოგწონსო ბალტიისპირეთში რუსები ჩაგრებიანო
და ჩვენ უნდა წავიდეთ და იქ ეს თვითიდან გამოწოვილი საბაბი. აბა რაზე ვსაუბრობ? ჩვენ კი არაფერი პრობლემა არ აქვს. და მე რო უთხარი ამათ, ისე უბრუნდები თქვენ რო გაინტერესებთ იმ თემას. აი გეკითხებით, აი თქვენ რა გინდათ ჩვენ? აი რა გინდათ საქართველოს? და ვერ ამბობენ რა უნდა. ერთი დამოუკიდებლობა უნდა და სხვა შეინახოს. რატო არ გიყვარვართო? ისეთ რამე გითხრეს ბატონო მურმო რომ აი არც ვამბობდიეთ. არ გიყვარვართო. ხო, ბაჩემ ვენას ნილუბით. ჩვენ რატო არ გიყვარვართ? ანუ ესე იგი რატო არ გაქვთ პატივი მაგრამ ის მამიდაშვილები, მათი შვილები, მათი შთამომავლობა იქ რო დამჩა მე აფხაზები მე მაგენი შეიძლება არ მიყვარდეს კაცო ძულდეს ჩემ მამიდაშვილები როგორ უნდა ძულდეს მე აი ეგერ არის საუბარი ახლა ვითომ პოლიტიკოსები და რაღაცაზე როგორი უცხოეთიდან წერს რაღაცებს და ჩვენ უნდა ასე უთხრათ რუსებს ისე აბა ერთი უთხრა და ისინი რას უპასუხებენ აი ქართველმა მაყურებელმა უნდა იცოდეს ბატონო რომ თავი საკითხი როგორ შეიძლება ჩვენ დავუბრუნოთ აფხაზეთი კონფლიქტის გარეშე. დიახ, აი თქვენი აზრი. ვინც ამას არავინ არ ამბობს და ყველა ამბობს რომ მე რა ვთქვა ესა. პირველი რიგში ჩვენ უნდა აღვდგინოთ ურთიერთობა აფხაზეთთან. დიახ. და როგორ უნდა მოხდეს ეს? ისე როგორც გავბრძანეთ. ეკონომიკურად. აი ხო სამედიცინო პროექტი ხო კარგად მუშაობს. ჩვენ გამოვედით ინიციატივით თბილისში, ზუგდიდში შეიქმნას ისეთი ერთობლივების საწარმოები, ქართულ-აფხაზური ერთობლივების საწარმოები. იცით რამდენი სურველია? უკვე არის, უკვე რაღაცა ნისკრები არის. აბარა ჩვენ ერთხელ უკვე გავაკეთეთ კიდევაც. გააკეთეთ რამდენია? აი რა უნდა იმ კაცს? ეუბნები რომ შენ ხომ შიერი ხარ იქ. შენ ჩემი მოქალაქე ხარ. მე მიუხედავად იმისა რომ მე სროდი, იბრძოდი ახალგაზრდები არიან, რომელსაც ომი საერთოდ არ იცის. 30 წლის ბავშვმა რა იცის ომი? ბატონო, რა იცის? არ იცის. და ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ ახალგაზრდაობაზე. ვიმუშაოთ კი არ უნდა გავჩერდეთ სირაქლემას პოზაში რომ არაფერი არ გავაკეთოთ არ გავაღიზიანოთ რაღაცა აბა ომი რა ომი გვინდა ჩვენ არ ვამბობთ რომ ომი გვინდა ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენთან ურთიერთობის აღდგენით არ გინდა მოგინდება რა რომ დაინახავ რომ იქ დაქცეული ხარ და საჭმელი არ აქვს და მაცივარს გააკეთებ და იქ არაფერი არ აქვს იცი რამდენია თანახმად რუსეთს შენი კეთილდღეობები არ აინტერესებს გუდაუთიდან დაგვირეკეს ჩვენ აქ ვერ გავაკეთებთ და გვეშინი აქ საოკუპაციო ხო იცით ვინც არის აქ დაგვიბარებენ იმას გვიზამენ ამას გვიზამენ მაგრამ ჩვენ იქ რა ქვია მოკრებთ რაღაცას და გამოგიგზავნით რომ იქ დააკონსერვოთ ხვდებით ბატონო ანუ რაღაცა ფორმით რომ თანამშრომლობა მოხდეს რამდენია ჩამოსული თბილისში და გამკურნალები ათასობით თქვენ ხო იცით ესე იგი არ უნდა და ისე ვინმე ძალით გამოვაგდო? პირიქით მოიპარებიან იქიდან. ჩუმა დაკეთებენ. აი, სად არის აკელევსის ქუსლი ბატონავთო, აბაშე ამაზე საერთოდ დიდი დრო არ დავჭერთ სამწუხაროდ. იმიტომ რომ ისე საინტერესო საუბრობთ, რომ მე საერთოდ არ ძგერებით, იმიტომ რომ თქვენ ჩემს საქმესაც ამბობთ და არამედ მრავალათასიანი იმ ჩვენი მაყურებლების და არამარტო დევნილების, არამედ იმ აფხაზების საქმესაც ამბობთ და სხვათაშორის ძალიან კარგი მინიჭი. ძალიან ბევრი მიკავშირდება სხვათაშორის. დიახ. და აიმეთო თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა მაინც საიდან დავიწყოთ ეს ყველაფერი? ჩვენ უნდა დავიწყოთ რამოდენიმე პროექტით. პირველი პროექტი არის მედიცინა. უნდა განმოვითაროთ ეს. აქ იმაზეც საუბრობენ რომ რა გვინდა ეს და იმათ რატომ კურნალობთ და რა იდეალური პროექტია. ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტმა უნდა იმკურნალოს და უნდა მიხვდნენ რომ ჩვენ მათ დახოცას არ ვაპირებთ. და თქვენ ვერ წარმოიდგენთ აქედან ჩასულები იქ როგორ საუბრობენ მე როგორ აფხაზეთზე არა იქ ვითომ ახლა საჯარო და ხალხში აი თქვენ რო ბძანეთ ახლა გადაცემის დაწყებამდე ეგრეთ წოდებული პრეხალოგრა რო იყო რა ქვია სოხუმში და ავიზალება რო გვყავდა ყველაზე რო ვიკრიბებოდით იქ რო გაგებედათ ქართულზე რამის თქმა ქართულად ერთი სიტყვა მე მოკლავდა 5 წელს და დაგარჩობდნენ იმ ზღვაში კაცი ვინ გალაპარაკებდა ახლა არ გინდა სახელმწიფო ჩავიდა და იქ ქართულად წამოსდა და ნუ ნერვიულობ ვილაპარაკეო იქ თბილისში რა ხდება გითხარიო გესმით თუ გაინტერესებს რა საკურველია იმიტომ რომ ხედავ რომ გამოსავალი არა რა პირობაც მიერად არაფერი არ შესმინდა აი რომელმა ქვეყანამ აღიარა რომელ ტურნირში მონაწილეობენ გესმით რუსეთმა რა ინვესტიცია ჩაუდო რა გაუკეთა რამე გაუკეთა ეხლა ჩავიდა ზატურინი მე მინდა თქვენ ეს იცოდეთ ეხლა ხან აუცია ხური დააჯინა ესენი და მე დავალებით მოვდივარ თქვენთან ის კანონები იცით თქვენ ეს
რომ არ უნდათ იმუნები. ხო. აი ეს ბინების გაყიდვის საშუალებაა აპარტამენტები იმდენად თემა და არც ესე თავის ინტერესები აინტერესებს. მე თქვენ ვიდეო გამოგიგზავნით. ესა ძალიან ისე დაიდო ეს ვიდეო. ჩანაწერია საათნახევრიანი, როგორ ეუბნება რომ ჩვენ მოვიგეთო ეს ომი ზატური მეუბნება. თქვენ აქ როგორ იქცევით რა უფლებით ლაპარაკობთ ჩვენთან საერთოდ გესმით თქვენ. რასაც გეტყვით იმას გააკეთებთო. აი დაინახეს უკვე რა ხდება. ხდებით? რასაკურველი არის ნაწილი რომელსაც გამოსავალი არ აქვს და იძახის რომ რუსეთის თქვენი ჩვენ გამოსავალი არ გვაქვს. მაგრამ ეგრე გამოვიდა ის რაზეც მეტად თქვენ ვისაუბრეთ. მე იმიტომ გავაკეთე ეს განცხადება სპეციალურად პატრა გუმბად იძახის რომ აგერ დრონი შემოფრინდაო და ჩვენ თავს ვერ დავიცავთო. და იცით რას გეტყვით? დრონის პრობლემა არ არის დღეს დრონი შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან გაფრინდეს. ჩვენო დრონები რო შემოფრინდაო, ჩვენო ვერ დავიცავთო ომსო, თავსო და ჩვენ დამცველიც არავინ არ ყავსო და ოვემზადოთ მაინცო. რუსების იმედით არიან ისე. არ მაქვს თქვენ. ამას გეუბნებით. ეგერ არის ჩანაწერი. ხო არ იტყოდა რომ რუსეთის იმედი არ მაქვს. პირდაპირ თქვა რომ ჩვენ არავის იმედი არ გვაქვს. ჩვენი თავი რამე ვქოთ, ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათო. რატო? იმიტომ რომ დაინახეს რომ ამდენი წლის განმავლობაში წინ კი არ წავიდა ეს ურთიერთობა. წავიდა უკან. რაც გასაკვირია, ესე იგი თითქოს აი და ისინი სწორს არ ეუბნებიან ახლა რუსები. ჩვენ არ მოიგეს რუსებმა ეს ომი ბატონო. ჩვენ აფხაზებს ვებზოდით? ჩვენ გქონდა რუსებთან ომი. ჩვენ გასაკვირია და ამიტომ ისე ეუბნება მე რომ ეს გაგიკეთე. შენ რატო არ გინდა რომ მე ბინა შენთან მომყიდო? ახლა უყურეთ სად გაიჭებდნენ. რომ ესენი ეუბნებიან ზატუნი, ჩვენ რო ბინა მოკიდოთ, ჩვენ ხო ცოტა ვარ და მე რა გვეშველება. ხდებით? ეს გეგმა არის ზუსტად. შემოიყვანან 100,000 და დამთავრდება ყველაფერი და. რა შეგურვია. დიდი მადლობა ბატონო ავთო, ჩვენი დრო მოიწურა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ კიდე შეგვეძლო ისეთი თემები და გეგმები და თქვენთან საუბარი მართლა ძალიან საინტერესოა ძირფასო ტელემოყრება. ძალიან დიდი მადლობა. დიდ მადლობას მოვახსენე ბატონო ავთანდილ დავითაიას. ასეთი საუბრიცაც, ასეთი გულახდილი საუბრიცათვის. მათ შეიძლება ბევრი რაღაცები ისეთი მომენტებსაც გავუსვა ბატონო ავთანდილმა ხაზი, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს მთლად მისაღები და მთლად სასურველი. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველა ჩვენი საუბარი და ჩვენი გადაცემით და განსაკუთრებით ჩემი საავტორო გადაცემის მთავარი მიმართულება და მთავარი შედეგი სწორედ იქით იმით, რომ რა შეიძლება მოხდეს და რატომ ის არ უნდა მოხდეს. რა შეიძლება მოხდეს და ის არ უნდა მოხდეს. და ამიტომ ჩვენსაც ვამბობთ, ჩვენ აფხაზეთი გვიყვარს. ჩვენ აფხაზები გვიყვარს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვიცით ვინ რა გააკეთა, ვიცით ძალიან კარგად რა გამოვიარეთ, რა მოხდა, როგორ მოხდა. აფხაზეთის ომი ჩვენ აფხაზებთან კი არ წავიდია. და აფხაზებს კი არ მოუგიათ ეს ომი. ერთ რუსეთმა მოიგო და დღეს აი ხო და აგერ ძანა ბატონმა ავთანდილმა რომ ახლა ის ვიღაც მისიონერი რო ჩამოდით და რომ სულ სხვა ტონალობაში რო ესაუბრება აფხაზი. აბა რასაც გეტყვით ის გააკეთეთ. რაც ქართველი არაცოდეს არ გეტყვით ჩვენ ეს გააკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთად უნდა ვაკეთოთ რა. თქვენი კეთილდღეობა ერთად უნდა შევქმნათ. ჩვენი კეთილდღეობა ერთად უნდა შევქმნათ და დაიმახსოვრეთ. აფხაზეთი თქვენი სამშობლო თუ არის ორჯერ უფრო მეტად ჩვენი სამშობლოა. ჩვენი ტერიტორია არ არის მარტო აფხაზეთი. აფხაზეთი არის ჩვენი სამშობლო. სამშობლოს კიდევ ტკივილი ახლავს. სამშობლოს კიდევ თავისი ფესვები აქვს, რომელიც ყოველთვის იარსებებს და ის ვერასოდეს მას ვერ ამოძირყვა. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.